რადიო კალენდარი. მოგესალმებით, საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ გადაცემას რადიო კალენდარი. ილია თაუბერიძე გესაუბრებათ, მიხეილ კოჩაძეა ჩვენი ხმის რეჟისორი. რადიო კალენდარი. 2019 წელს სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა ზაირა არსენიშვილის რომანი ვასოფელო. რომანი თავდაპირველად 2002 წელს გამოიცა, ეს ბოლო მესამე გამოცემა გახლდათ და გამოსვლისთანავე ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა მკითხველში, არადა ტექსტში არაფერი იყო შეცვლილი. რატომღაც ზაირა არსენიშვილი თავის ძოზე მკითხველმა ვერ აღმოაჩინა. წიგნები ალბათ მცირე ტირაჟით გამოდიოდა, როგორც ზაირა არსენიშვილი ერთ-ერთ რადიო ინტერვიუშიც ამბობს, სულ რაღაც 200 წელი ბეჭდებოდა, საკუთარი ხარჯით ბეჭდებოდა და მეგობრებს ჩუქნიდა და ასევე ბიბლიოთეკებს. შეიძლება ამის გამოც ზაირა არსენიშვილი სხვა რომანების და ძალიან ბევრი საინტერესო მოთხრობის ავტორია, თუმცა მას უფრო იცნობდნენ როგორც კინოსცენარისტს. 30 ნოემბერს ზაირა არსენიშვილის 90 წელი უსრულდება რადიო კალენდარში. დღეს ჩვენ ქართულ მწერალს ზაირა არსენიშვილს გავიხსენებთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ ჟურნალისტი ქეთევან სატყობელაშვილი, ავტორი დოკუმენტური ფილმისა დროის უთქვა კახური ქრონიკები, რომლის პრემიერა 1 წლის წინ შედგა, ჯერ თელავში, შემდეგ კი პირველი არხის ეთერში და ეძღვნება სწორედ ზაირა არსენიშვილს. ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა. რადიო კალენდარი. კეთი მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. მე მქონდა პატივი და ბედნიერება შეიძლება ითქვას, რომ პრემიერა დავსწრებოდი თელავში, ძალიან დასამახსოვრებელი იყო. დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ პირდაპირ რო ვთქვათ, ასეთი ალალი, გულწრფელი ხალხი და ზაირას სიყვარულით ახსოვსენი მართლა იშვიათად მინახავს. თუ კიდევ შემორჩენილია ეს განწყობა ადამიანებში, ეს არის ძალიან სასიხარულო. თქვენს ფილმში ერთ-ერთი გმირი ზაირას ნათესავი, გოგონა ამბობს, რომ მამა სულ მეუბნებოდა, რომ დაეშურეთ ზაირასთან ურთიერთობასო. ძალიან ლამაზი ქართულით ნათქვამი სიტყვებია და ამ ქართულზე ცალკე მინდა გკითხოთ, მაგრამ ზაირასთან ურთიერთობა რაღაცნაირად ჩვენმა თაობამ გამოტოვა, შეიძლება ასე ითქვას. თქვენ როგორ აღმოაჩინეთ ზაირა და აი რაც თავში ვილაპარაკე, რატო გამორჩა რაღაცნაირად ჩვენს თაობას ეს მწერალი და მისი აღიარება? მივესალმებ ჩემი საყვარელი რადიოს მსმენელებს. წინა სიტყვაობაში ზუსტად აღნიშნე, რომ ეს წიგნები, რომელიც გამოდიოდა 200, 300 საქველმოქმედო ხარჯით, ეტყობა მიუწვდომელი იყო ფართო მკითხველისთვის, მაგრამ მისაწვდომი იყო იმ ადამიანებისთვის, რომელთა წინა სიტყვაობები მე ცოტა გვიან ვნახე და მიცით რა არის, პირველად რომ წავიკითხე ვასოფელო, თუმცა რექვიემი მახსოვს, რომ ჩემს ბიბლიოთეკაშიც იყო ეს წიგნი, მაგრამ ისეთი თვითგვემა დამეწყო, როცა წავიკითხე, რომ რატო არ ვიცოდი მე ეს ადამიანი, რატო არ ვიცოდი ეს მწერალი, რატომ გამოვტოვე კი არა, რატომ ვერ მოვესწარი, რომ მასთან თუნდაც ქონოდა ცოცხალი კონტაქტი და გადამეღო. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში, როდესაც აქ ხელოვნების რედაქციის ხელმძღვანელი ვიყავი, ქავტოი ლამარა კიკილაშვილი მუშაობდა და ის მეგობრობდა ზაირა არსენიშვილთან და მქონდა ბევრი ჩანაწერი მათ შორის რადიოში. თუმცა მოგვიანებით მე ეს ჩანაწერები და ტელევიზიითაც ქონდა გადაღებული, ალბათ ამ ძიების პროცესში ვერ აღმოვაჩინე. აკარგულია ან არ არის? არ არის ხო, სამწუხაროდ. რატო მიზეზი რა იყო? აი ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ხა ზაირა არსენიშვილს საზოგადოება იცნობდა როგორც კინოსცენარისტს, ძირითადად რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმებისა. თუმცა ყველგან და მე ქავტოელანაც ამბობს, რომ ის თანაავტორია, ფაქტობრივად ორივენი ერთად წერდნენ ამ სცენარს. აი ამ მუშაობის პროცესში ისიც გავიგე და მითხრეს და თვითონაც ქავტონი ზაირაც ხშირად ამბობდა და ქავტოელანაც ინტერვიუებში, რომ თითქმის კლავდნენ ერთმანეთს, ისე ჭუბავდნენ, მიდიოდნენ. კამათი ხო არ ვიცით ეხლა, ხო, კამათი იყო რა თქმა უნდა. ჩვენ ხო არ ვიცით ეხლა რა რჩებოდა იქ ზაირა არსენიშვილის როგორც მწერლის და რა რჩებოდა საკუთრივ მისი. თუმცა აი ჩემთვის პირადად ეხლა იმ კინოსცენარების მიხედვით არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ მოუცია, არ შემრხევია შიგნით რაღაც, რომ დავინტერესებულიყავი როგორ წერლით და ამიტომ არ ვიცოდი. იმიტომ კი არა, რომ ის ფილმები ან ცუდი არა. ყოველ შემთხვევაში ზაირა არსენიშვილი ისე როგორ წერალი იქ არ ჩანდა. და გამოჩნდა მაშინ, როდესაც წავიკითხე მე ეს ვასოფელო.
იცით რა არის, აი ხო არის რომ რაღაცა წიგნს კითხულობ, გამოზოგვით, რაღაცას კითხულობ, 3 დღე არ დადეგებს იღებ და სანამ არ დაამთავრებ, იმიტომ რომ ამბავი გაინტერესებს. ზაირ არსენიშვილი არის ის შემთხვევა, როცა მე მას ვკითხულობდი მთელი 1 თვის მანძილზე და არ ვკითხულობდი ამას გადაბმით. ეს არ არის მწერალი, ისევე როგორც აი ჩემთვის საყვარელი მწერალი, მაგალითად ფოლკნერს ასე ვკითხულობ მე, რომ გამოზოგვით ჭირდება აღქმა და ეს პირველივე სცენა, რომ გაჩნდა ეს სარდაფში მიცვალებულის გაპატიოსნების ეპიზოდი. აი იქ რა არ ვიცი რა დამემართა. აი რა არ ვიცი, მართლა აღმოჩნდი მისტიკურ სამყაროში და დოკუმენტალისტი ხართ და აკეთებთ ფილმებს და ინტერვიუებს, რომელიც გამოცემულიცაა. ძირითადად პერსონებთან საუბარი, დიალოგი გაქვთ. აი ეს ფილმი გამორჩეულია, იმიტომ რომ ზაირა არ იყო, უკვე გარდაცვლილი იყო და ალბათ ძალიან ბევრი იფიქრეთ იმაზე, რომ ასეთი სტილის ფილმი გაგეკეთებიათ, სადაც მოქმედი პერსონაჟი არ იქნებოდა თავად მთხრობელი. იცი რა არის და არ მიფიქრია რომ არ მოგატყო, იმიტომ რომ ეს ძიების პროცესი, როცა წავედი თელავში, ჯერ როგორ იყო, იცით რა, ფიქრობ რომ გავაკეთო რამე, დავიწყო ფილმი, ვერა, მე რაღაც დრო გავაკიდე, იცი რა არის, უნდა გაიაროს რაღაცა შიგნით, როგორც მე ხვდები, როცა კითხულობ მის რომანს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გადის შენში. აბსოლუტურად ყველაფერი, ის ადგილები, ის ამბები, როგორ გითხრევს ეს, ფაქტობრივად თანამონაწილე ხდები და როცა წავედი თელავში და ეს ადამიანები ვნახე. ზაირას მეგობრები და მის ნათესავები. მისი ოჯახის წევრები და ზაირას მეგობრები. რო ვნახე, ამან ესე აი წარმოიდგინე წერტილი როა და გორგალივით რო იკრებს ამ ყველაფერს. ამან თვითონ მოგცა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ხალხი აღმოჩნდა მისი პერსონაჟები. ისეთივე ანკარა, ისეთივე სუფთა, ისეთივე გულწრფელები, ისეთივე ქართულით მოსაუბრეები. თვითონ ვასოფელოც ხო აი ესეთი რაღაც ისეთი ქართულითაა დაწერილი. თითქოს ამბობენ რომ ეს არის თელაური რა, რაღაცა კახური დიალექტი არა ეს. ვინც მაგას ამბობს ქართული ენა არ იცის იმა. ეს არის ზუსტად აი სუფთა ქართული, რომელსაც შეიძლება თბილისში ვერ მოისმინო, ვერ გაიგო ეს. ტექსტიც ასეთია, იმ ფილმშიც ასე ლაპარაკობენ და პრეზენტაციაზეც ასე გამოდიოდნენ. ანუ იმის თქმა მინდა რომ იმ ფილმში ამათი მეტყველება ამას ხო ვერ გამოიგონებ რა. მოგონილი არ არის ხო. იცი რა, ჩემთვის ეხლა არ ვიცი, ჩემთვის პირადად მწერალი არის ენა. აბა ამბავს ნებისმიერი ჩვენგანი ყვებით, მაგრამ როგორ ყვებით ამ ამბავს? მწერლობა ხო ეს არის როგორ, თორე ის რაღაცა არის ხო? ეს არის რა, აი არ ვიცი, ზაირას ენა არის, როგორ გითხრა რა, სადღაც წავიკითხე, კი არ მახსოვს ვისია, ეს მწერალიო აკავშირებსო, ცოცხლებსო, გარდაცვლილებთანო და გარდაცვლილებს ჯერ არ დაბადებულებთანო. ენაშვება ამას, ხო, ნებისმიერ მწერალთან. და ეს ენა იყო ჩემთვის აი იქ ენას მოქონდა ინტონაცია, პერსონაჟის სახეები, ცოცხალი, აი გონია რომ ესწრები პროცესს და ის ინტონაცია ყურში გესმის. წავიდა. ეს აი მე ეს სიტყვები საიდან იგონებდა ეს ადამიანი ამ სიტყვებს და თვითონაც ესე საუბრობდა თურმე ამ სიტყვებით და ესე გადადიოდა ხოლმე, მაგრამ ზაკორო ესე იტყო და ზაკორო ამას იტყო და გამოგონილზე ლაპარაკობთ, ბევრ ამას იგონებდა, პერსონაჟები წყავს გამოგონილი, მაგრამ მაინც ეს არის მისი პირადი ტრაგედიის გამოძახილი. ეს არის მხატვრული ტილო, ოღონდ დოკუმენტურიც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თვითონ იყო ტრაგიკული ბიოგრაფიის ადამიანი. როცა ხვდებოდი ამ ადამიანებს, მე ხო ფაქტობრივად ეს ვასოფელო, ხო ეძებ ხა კახეთში იმ ადგილებს, იმ პერსონაჟებს. მე საერთოდაც ვიფიქრე, რომ ხო არ დავიწყო პერსონაჟების ძებნის ისტორია და ეს ევა და სპირიდონი. და იქ მე სოფო არსენიშვილთან მქონდა პირველად ზაირას ძმისშვილთან ფაქტობრივად ძმა სადაც გაიზარდა, იმიტომ რომ ზაირა 8 წლის იყო, როდესაც მამა დაუხრიტეს და გაიზარდა ლონგოს ოჯახში. ბიძა, ბებია და პაპა და ეს ზურა არსენიშვილი, ფაქტობრივად ზურა და გია არსენიშვილები ფაქტობრივად ძმები იყვნენ და სოფო მასთან ცხოვრობდა ბოლო პერიოდში და ამიტომ სოფოს დაუკავშირდი და რომ ვეძებდით ამ პერსონაჟებს.
იქ მოდიოდა ხალხი და გვეუბნებოდა, რომ აი მაწანწარაზე ცხოვრობდა ეს ევა და სპირიდონი. მე ვიცნობდი, ჩემი დედამთილის ანუ ეს დოკუმენტური, ის გარეგინა, რომელიც არის ცნობილი ჯალათი, გარეგინას და მაღაზია ქონდა აქ და ანუ ყველა არის აბსოლუტურად ნამდვილი პერსონაჟი. ამიტომ არ გიძნელდება ხა იქ ჯანდიერების სახლი, სადაც ხრეტდნენ. იქ სარდაფებში შემონახულია ყველაფერი ის თელავის ცენტრში არსებობს. თელავის ცენტრში და აი სხვათა შორის ჩვენ გავაკეთეთ მე წერილი, მათ შორის კულტურის სამინისტროს გავგზავნეთ კოტე ჯანდიერმიც იყო ამ ამბავში ჩართული. რომ როგორმე ის სარდაფები, რომელიც არის ფაქტობრივად არტეფაქტები, რაღაცნაირად ის სახლი რომ გამოისყიდონ, იმ სახლიდან გზა, საიდანაც ამ გარეგინას იქ ხრეტენ ადამიანებს და მიყავდა და გიგოს გორამდე, ფაქტობრივად თელავის მთელი ისტორია არის საქართველოს ისტორია, იმიტომ რომ იქ ახლა როცა 24 წლის სისხლიან ქორწილზეა საუბარი და იმ ნიკო რაზმაძეზე, რომლის შვილიშვილი არის ფილმში მერი პატარაი არაჩვეულებრივი ქალი, ის ამბობდა რომ პაპა ჩემიო ქუთაისში უნდა ყოფილიყო მოსამართლე, რომელიც დახვრიტეს პირველ ნიკო რაზმაძე და იქ რო დარჩენილიყო გადარჩებოდა, იმიტომ რომ ისეთი ხრეტა, ესეთი საშინელი სისხლის კალო, როგორც თელავში და კახეთში დადგა, არც ერთ რაიონში არ ყოფილა, იმიტომ რომ ნუ ქაქუცას უკავშირდებოდა და იმ თავადაზნაურობას, რომელიც ყველაზე მეტი იყო და გაწყდა. ანუ ზაირა ფაქტობრივად მუშაობდა არქივებზე. ამიტომ ეს რომანი ასეთი, რომ არც ერთი ამბავი არ არის აცდენილი სიმართლეს. იჯდა და მუშაობდა თურმე აი ამ არქივებზე, ამ საქმეებზე. ამიტომ რომ ის გარდა იმისა, რომ არის დიდი მწერალი, არის უპატიოსნეს და უწესიერესი, იმიტომ რომ ის არ ეყრდნობა არანაირ ყალბცნობას. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ როცა ეს რომანი გამოვიდა, რაღაცა არ გახდა მკითხველისთვის პოპულარული. შეიძლება იმის გამო ხო არა, რომ ჩვენ აი ამ 20-იანი წლების, 30-იანი წლების ამბები და ეს რეპრესიების საშინელი ამბები, რაც დატრიალდა, მაშინ ასე კარგად არც ვიცოდით. ბევრი რამე ჩვენ ცნობიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ 88 წელი და ეს ქაქუცას სურათი უკვე გამოტანილი იყო. მაინც არ ვიცოდით რა მოხდა იმ დროს და შემდეგ ეს უფრო გახდა ცნობილი და ამ რომანმა ამით კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენ რა საშინელი წარსული გავიარეთ აი ეს საბჭოთა პერიოდში. არ ვიცი ხა რაღაც მანამდეც ხო იყო ამ 37 ხა ბოლო ფილმები იყო გამოსული და ფილმები უფრო მასობრივია ვიდრე რომანი არ არის გამორიცხული. თუმცა რო გითხრა რომ ამ რომანში მაგალითად იგივე ქაქუცას მიმართ დამოკიდებულება ისეთიებია, როგორც აქ ჩვენი სახელმწიფოს და გმირი და რაღაცა არ არის ასე. იმიტომ რომ იქ ზუსტად არის სისხლიანი ქორწილი. იყოფა ეს საზოგადოება ორად, ქაქუცისტებად და ანტიქაქუცისტებად და ძალიან ბევრი იქ ამბობს, რომ ქაქუცა სადაც შედიოდა ოჯახებში, ფაქტობრივად იმ ოჯახებს ამოჟლეტდნენ ხოლმე და იქ არის ერთი ფრაზა, რომ შემოიწყვიტაო მთელი კახეთიო. ანუ ესეთი ერთგვაროვანი დამოკიდებულება იმ რომანში არავის მიმართ არ არის, არავის. ანუ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის წესიერი, გარდა იმისა, რომ არის უდიდესი რომანი, წესიერი. ასეთივე არის რეკვიემი. დიახ, ამაზე მინდოდა ზუსტად მეთქვა. რეკვიემი სოპრანოსა და 7 ინსტრუმენტისთვის ეს 97 წელს გამოიცა და აქ არის რეალურად თბილისის ოპერის თეატრის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მსმენელისთვის რომ გასაგები იყოს, ზაირა იყო მუსიკოსი და ორკესტრში უკრავდა. და სხვათა შორის ამას წინათ ჩემი მეგობარი მუსიკოლოგი კითხულობდა ამ რომანს და მეუბნებოდა, რომ ვკითხულობ რაღაც პერსონაჟების იდენტიფიცირებას ვახთენო. შეიძლება ეს სუსტი არ იყოს, მაგრამ ხო რაღაცები გადმოცემით ვიცით და ზაირა იმ ფილმშიც არის ამაზე ლაპარაკი, როგორ დადიოდა იქ ოპერის დაწვის. ჯოჯოხეთში შევდივარო და ჯოჯოხეთიდან გამოვდივარო, ასე ამბობდაო, მაგრამ არ შემიძლიაო, იმიტომ რომ იქ ვინც იყო დაპატიმრებული იყო სრულიად უსამართლოდ. გამოგონილი ბრალდებებით თითქოს ოპერა დაწვეს. ხო, ისევე როგორც ამ რომანში. იცით რა არის, მარტო კი არ ხედავ, ის გვარებიც ისი არის დასახელებული იქ მაგალითად, როდესაც აწყობენ, როგორ გადაირჩიონ ოპერის მთავარი დირიჟორი, იმის გამო, რომ ის ეროვნებით ქართველი არ არის, უკვე ხვდები ხა ჯერ ერთი მაშინ ვინ იყო და იქაც აი სკრუპულოზური სიზუსტით მან იცის ყველა ის საქმე და იმიტომ ეს არის როგორი კატორღული შრომა, იცით, აი ისტორიას რომ მოკიდო ხელი და ისე გააკეთო ეს ყველაფერი, რომ მონაწილეობის განცდა, რა ვიცი, იცი რა, ჩემთვის არის ისეთი აღმოჩენა, რომ არ ვიცი, სუდამინგრია წარმოდგენა
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. იმ ხრივ კი არა რომ რაღაცა, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი მწერალია. ჯერ კიდევ მისი აღიარება ალბათ კიდევ მომავლის საქმეა უფრო და მე მიხარია რომ ახალგაზრდაობა კითხულობს ძალიან და პრაქტიკულად ტირაჟის გამეორება ხდება. ხო მესამე წიგნი გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ და კარგია რომ ყველაფერს თავს უყრიან. ამ მოთხრობებს შორის არ შემიძლია არ გავიხსენო ყველაზე უფრო ისეთი პოპულარული მე მგონი და შაჰაბაზა ქვია ხო ამ მოთხრობას. შაჰაბაზა გენი არ ვიცი შაჰაბაზა. ეს იყო პირველი მოთხრობა ზაირასი რომელიც დაიბეჭდა. და მე მგონი მისი ბიძაშვილი ზურა გიყვებათ ამის ისტორიას მართლა არსებობდა ეგეთი მამალი. შაჰაბაზა ხო შაჰაბაზა და ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფო მოწყობის პოლიტიკა. ესე გაკეთა დანახული. მაგრამ ეს შაჰაბაზა რომელიც გაზრდის მემკვიდრეს ახალგაზრდა ყვინჩილს და მე ის როგორ იკავებს მის ადგილს და ბოლოს რო ყდება ეს შაჰაბაზა სხვათა შორის რადიოში არის ჩანაწერი ამის უბრალოდ ხმა არ არის თვითონ ზაირა კითხულობს მაგრამ აი ხმა არ არის როგორ გითხრა რაღაცა ვერ ვიცანი ზაირას ხმა და გენიალურია ფინალი, როცა ეს შაჰაბაზა უკვე ყდება, დაკორტნილი გაუბედურებული შვილებისგან, მამათა და შვილთა ბრძოლა ქალებისთვის და რო უყურებს ცასო და ცაზე შაჰაბაზამ ყველაზე დიდი მამალი დაინახა მზეო. ძალიან ის არის. თქვენ ნაცისების გარდა, უახლოეს ნაცისების გარდა ჩაწერეთ უამრავი მეგობარი მის. ცოცხლები არიან, მართლა არაჩვეულებრივი. მიუსალმოთ აქედან, თუკი მოусმენ ამ გადაცემას. კამერის იქეთ კიდევ ბევრ ამას იტევს ეს. როგორ ზაირა დახატეს მათ. იცით რა, ხა ყველაფერი რა თქმა უნდა, ისედაც დიდი გამოვიდა ეს ფილმი, ფიქრობდით რომ ორნაწილიანი, მაგრამ მე ორნაწილიანი რაღაცას წყვეც, იცი რა, რაღაცა ისში და ამიტომ ბევრი რამე ვერ შევიდა, თუმცა ის ადამიანები მე თუ მკითხავთ, ცალკე უკვე ფილმები არიან, იგივე ვთქვათ ქავტონი მედიკო გოგიაშვილი, რომელიც გადაასახლეს, იმიტომ რომ მამამისი ტყვედ ჩავარდა გერმანელებთან და მთელი ოჯახი გადაასახლეს. ეს ყვება ამას ისეთი იუმორით რაღაცას ამბობდა, რომ რო ჩაგვიყვანესო იქო, ჯერ ხო ყვება როგორ წაიყვანეს შუა აზიაში. ჩვენ ბედი დაგვეცაო. 4 ოჯახი ერთ ოთახში შეგვასახლეს. და ამას ყვება როგორ იცით, რომ აი ტრაგიკომედია ხო არა 4 ოჯახი ერთ ოთახში, მაგრამ აი ჩვენ ბედი დაგვეცაო. მე ისეთი ენით ლაპარაკობენ, ნუ მე არ ვიცი. იცი რა თვითონ არიან რაღაცა ოცარი ხალხი, როცა ვიღებდით ამ ფილმს. ისეთი გულიანები, რაღაცა გახსნილები, უკომპლექსოები, სიყვარულით სავსეები და ასეთი იყო თვითონაც ზაირა. კეთილი, როცა მუშაობდით ამ ფილმზე, მე ვიცი რომ თქვენ მის არქივთან ხელმისაწვდომობა გქონდათ. არქივი არ არის გამოცემული, არ არის დამუშავებული. აი იქ როგორი ზაირა ჩანს? არის თუ არა ისეთი რამეები, რაც კიდევ შეიძლება რომ გამოქვეყნდეს, გამოიცეს და დაინტერესებული მკითხველისთვის კიდევ აღმოჩენა იყოს ზაირას პიროვნული თვისებები, იმაზე მეტად. იცით რა, ის სახლი, რომელშიც ახლა ზაირას დედა, ლიდას ძმის შვილები, შთამომავლები ცხოვრობენ. იმათთან არის ეს არქივი და რა ვიცი ალბათ დაალაგებაზე ძრუნებენ უბრალოდ საგამომცემლო საავტორო უფლება გამოცემაზე როგორც ვიცი აქვს ზურა არსენიშვილს და ის უნდა იცით რა ის არის იმდენად პირადული იმდენად როგორ გითხრათ ძალიან ბევრი რამე მე არ ვიცი ხა ეს ვისი გადასაწყვეტია თუმცა მე მაგალითად ვისურვებდი რომ ყოფილიყო იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან შეეცვლება აზრი ძალიან ბევრ ადამიანზე იმიტომ როგორც ვიცი, ზაირა იყო ძალიან პირდაპირი, ძალიან სამართლიანი. ამას ყველა აღნიშნავს. ძალიან უაღრესად კეთილი, მაგრამ პრინციპული. კი, ნამდვილად და ამიტომ მისი დამოკიდებულება ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ ამბავთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ პიროვნებასთან დაკავშირებით საინტერესოა, მაგრამ ნუ ახლა ეს უკვე ისეთი რაღაცა პიროვნულ ურთიერთობებს გაცდება და მე არ ვიცი თვითონ როგორ გადაწყვეტენ ალბათ ისე. თუმცა მე ჩემი აზრი ზაირას შეფასებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული ბევრ ადამიანზე და მოვლენაზე. სხვა შორის ამ არქივის შესწავლა და ხელნაწერების შესწავლა იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ ტექსტოლოგიური კვლევა ძალიან ბევრი რამის დაკვირვების საშუალებას იძლევა, როგორ ვითარდებოდა რომანის წერა, ტექსტზე მუშაობა. სადღაც წავიკითხე, არ ვიცი, რამდენად მართალია, რომ საბჭოთა პერიოდში ამ რომანის
რომანის ნაწყვეტი გამოქვეყნდა ლიტერატურულ საქართველოში და შემდეგ გაგრძელებაზე, ბეჭდვის გაგრძელებაზე მას უთხრეს უარი. რედაქტორმა კითხავა, ამ ქალს მე გიჟი ხომ არ გონილა, რომ ესე იგი, პრაქტიკულად ეს ამ რომანის არსებობა და იმ პერიოდში მისი რაღაც ანტისაბჭოთა შინაარსი ცნობილი იყო და იყო და სხვათა შორის მე აი რომ შემეკითხე რომ ზაირაზე არაფერი არ იყო მართლა აი რომ მოვიკითხე ოჯახებში home videos მსგავსი ნაგლეჯებიც რო ყოფილიყო ისიც კი არ იყო ნუ ახლა დაბადების დღეებზე და ისიც იცით რომ ძალიან მხიარული ადამიანი იყო ძალიან უყვარდა ეს მეგობრები იყვებოდა მე აი ეს ცოლმა-ქმარი დაიტირა ვალიკოს ამბებს და ახარხარებდა ხალხს და იყო მაგაზე მინდა რომ მსმენელს მოუყვე ეს ისტორია ეს არის ფილმად გადაიღო ნუცა ალექსიმესხიშვილმა მაგრამ ამას საფუძვლად უდევს ზაირას მოთხრობა. კი და ზაირა თვითონ ლია ძიძიგურმა სხვათა შორის ნათელი მის სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლა ქართული რადიოს აი მემატიანეც და კულტურული დახვეწილი არ ვიცი როგორი ადამიანი ფაქტობრივად ლიამ მაჩუკა ის ინტერვიუ ზაირასთან რომელიც რადიოში არის ჩვენთან რადიოში რა თქმა უნდა მაგრამ მითხრა რომ აი შეგიძლია ყველაფერი გამოიყენო უკვე ლია ძალიან სუსტად მეგობრობდა ზაირასთან და ორი დიდი ინტერვიუ აქვს ლიას ჩაწერილი ზაირასთან აი ყვება ზაირა სხვათა შორის იმაზეც როგორ უთხრეს უარი დაბეჭდვაზე ქალოშენ რაღაცა გიჟი ხარ და იქ კითხულობს სხვათა შორის ეს ცოლმა-ქმარი დაიტირა რომელიც ჩემთანაც შევიდა ფილმში შესულია კი ნუ ეს არის აი არ ვიცი რა გითხრა ენის ფეიერვერკი აი არის პრობლემა როცა დაიცალა საქართველო და წავიდა ეს ქალი და აქ ვალიკო გადაყვამს მას და кейპს და ამას როგორ ჯერ როგორ ემიგრაციიდან ცოლმა როგორ დაიტირა ტელეფონი თუ არა ეს არის ტრაგიკომედია და ბოლოს შრემლიანი სიცილი როგორც კლიკაშვილზე შრემლიანი სიცილი ხო ბოლოს რომ თავდება რომ ვალიკო მანდო თუ სადმე არსებობსო საიქიო და სულთა კრებულიო ჩვენ მამა-პაპას არ უთხრაო რომ ასე დაიცალა და გაუბედურდა ჩვენი ქვეყანა. აი თან ჩამოგდის წრემლი, თან იცინე. იმიტომ რომ ნუ არ ვიცი რა, ვის შეუძლია ეს ძალიან იშვიათს ხო ქართულ სინამდვილეში ერთი დავით კლდიაშვილი, რეზო გაბრიაძე ნუ ზაირას ეს მოთხრობა მართლა შედევრია. ფილმში ძალიან ბევრი ფრაგმენტია, აუდიო ფრაგმენტები, რომელიც მე მიდის მისი ფოტოებით, მის სხვა თელავის უნიკალური ხედებით და სულ მახსენდება ბოლო სცენები, როცა ზურას სახლში სხედან ზურას ოჯახის წევრები, მისი მეუღლე და ქალიშვილი, ხო? შვილიშვილი და იქ ზურა ამბობს, რომ როცა ვაცილებდიო თელავიდან თბილისში როცა მიდიოდა და შეხედავდა ამ რაღაც საოცარ ხედს, მართლა მისახთან ვიყავი ამ შემოდგომაზე გავიარე და ეს ხედი მართლა კარგად ჩანს, ამბობს რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართო, მაგრამ ყველაზე მეტად გული ორამეზე მწყდებაო, რომ კავკასიონს ვერ დავინახაო და მოცარტს ვერ მოусმენო. ესეც არ არის შემთხვევითი, რომ მოცარტს ასე გამოარჩევდა, ნუ ალბათ მისი დონის და მისი აღქმის ადამიანი მუსიკოსი სულით ხორცამდე, მუსიკოსი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ იყავით ჩვენ გადაცემის სტუმარი, ჩვენ მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით ქართულ მწერალზე, ზაირა არსენიშვილზე, რომლის დაბადებიდან 90 წელი სრულდება 30 ნოემბერს და მე მინდა ჩვენს მსმენელს ბოლოს შევთავაზო ფრაგმენტი ზაირა არსენიშვილის წიგნი, რომანი მთავრდება ბებიის ლოცვით, ესაა 3 თეთრი ლექსი, ვედრებისა, შენდობისა და მადლობისა და ერთ-ერთს შევთავაზებთ. ზაირა თვითონ კითხულობს. დიახ, თვითონ კითხულობს და მისი ხმა დაასრულებს ჩვენს გადაცემას, ჩვენ კი კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს, თქვენ უსმენთ რადიო კალენდარს, ჩვენი სტუმარი გახლდათ ჟურნალისტი ქეთევან სატყობელაშვილი. დიდი მადლობა. მადლობა ზაირას არსებობისთვის. რადიო კალენდარი ოგევედრები მუხლმოყრილი ღმერთო მაღალო ხალხის ბედი ღმალს მნუმიანდო უგულო ჯალაც ვისაც ღირსება და სიცოცხლე იმავ ხალხისა ჩირად არ უღირს ხელაპყრობილი ქსასოებ ღმერთო ნუ აღაზევებ ქვეყნის გამგეთ ხარფს და ულტიფარს ვინც თავის მოძმეთ ვით ბოლგან უაღზევებული წაგლეჩს მონაგარს დავით ქვეყანას ვით ეშმაკი უპატრონო ეკლესიას შეესევა წასაბილწად და დასამხობად უფალო კლავაც გევედრები მესაჭეობას ნუმიანდობ ბრიხს და უმეცარს ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარც ვერ დაისველებს
შენ შეაფერხე ფუჭის რბოლა მწყრების სპასპეტთა, თხარათქურით რომ მიაჭენებენ ცხოვრების შარას და მხოლოდ მტრით და კორიანტელით გვივსებენ თვალებს. ო არა უფალო ჩემო, არა ბოგინო წინამძღოლად ის მობურთალი, რომელიც ლამობს დედამიწა გააბურთაოს. რადიო კალენდარი